პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვას და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები, მსჯავრდებულები 24/7-ზე უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აქვთ წვდომა სპეციალიზებული სამოქალაქო კლინიკების მომსახურებაზეც. პროცედურის მიხედვით კომიტეტი საკუთარ დასკვნას მოამზადეს რამდენიმე თვეში, შემდეგ გამოუგზავნოს მას საქართველოს მთავრობას და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი კომენტარები მივაწოდოთ, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა, რაც არის დასტური იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, პენიტენციურ სისტემა არის გახსნილი. ევროპის საბჭოს წამების არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ შესაძლებლობისთვის, რომ შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. კომიტეტმა ახლახან დაასრულა საქართველოში არაგეგმური ვიზიტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად 2024 და 2025 წლებში განხორციელებული ბოლო ვიზიტების გაგრძელებას წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომიტეტის წევრებმა მოინახულეს საქართველოს არაერთი პენიტენციური დაწესებულება, ასევე რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორი. აღნიშნული არაგეგმური ვიზიტის ანგარიში კომიტეტის მიერ განიხილება ნოემბრის პლენარულ სხდომაზე და შემდგომ წარადგინება საქართველოს მთავრობას. კომიტეტი იმედს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და მისი რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების თაობაზე.